მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. დღეს ჭადრების ბაღში პასკის ფესტივალი 2012 გაიმართა. ფესტივალის გრან-პრის მფლობელი ლაჩხუთის მუნიციპალიტეტი გახდა. პასკის ფესტივალს ოზურგეთმა უკვე მეორედ უმასპინძლა. პირველად იგი შარშან 2011 წელს ჩატარდა და გურულებისთვის ტრადიციად სახალხო დღესასწაულად იქცა. მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებულმა სააღდგომო საგალობელმა ჭადრების ბაღში შეკრებილ საზოგადოებას ფესტივალის გახსნა ამცნო. ყველა მართლმადიდებელი გახარებული და გაბრწყინებულია ამ დღევანდელი დღის მადლით და ნამდვილად მიგნებულად გურულებმა მიუხედავად ჩვენი ურწმუნოებისა, როგორც ამას გვაბრალიან გურულებს, სწორედ აი ამ დღესასწაულის დღეებში დავაწესეთ პასკის ფესტივალის ჩატარება. აღდგომის მთავარი ატრიბუტებით, ხასხასა ფერები, ლამაზი კომპოზიციებით შემკული მაგიდები გამლელთა ყურადღებას იქცევდა. 14 ნომინაცია და 30-მდე მონაწილე. წელს პასკის ფესტივალი შარშანდელთა შედარებით უფრო მასშტაბური გახდა. 9 კაცია ჟიურის მათგან საუკეთესო შერჩევა გაუჭირდა, მაგრამ ფესტივალის პრინციპიდან გამომდინარე საპრიზო ადგილები და ნომინაციები დასახელდა. წელს გრან-პრის მფლობელი ლაჩხუთის მუნიციპალიტეტი გახდა. ჩვენ უკვე მეორე დღე ვულობთ მონაწილეობას ამ ძალიან ლამაზ ფესტივალში. მე ვფიქრობ, რომ სერიოზული განაცხადი გავაკეთეთ შარშანაც, იმიტომ რომ 2 ნომინაციაში გავიმარჯვეთ. წელს საერთოდ ფესტივალის გრან-პრი ავიღეთ, ანუ ძალიან კმაყოფილები ვართ. წელს ჩვენ გავაკეთეთ ხაჭოს პასკა, რომელიც მგონი წელს მარტო ჩვენ გავაკეთეთ. ეს არის ტრადიციული ხაჭოს პასკა, რომელსაც მხოლოდ მწყემსები აკეთებდნენ, რადგან რძის ნაწარმით კეთდება. ღონისძიება საერთოდ ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ესეთი დიზაინი და ესეთი ორიგინალური რაღაცები არ უნდა დაიკარგოს, რასაც ეს ხალხი აკეთებს. ყველაფერი ეს ლამაზი რჩებოდა, მხოლოდ ოჯახურ ფარგლებში ეს საოცრად ლამაზი სააღდგომო კომპოზიციები, მხოლოდ მცირეოდენი ადამიანები იყო ამისი მხილველი. ეხლა კი ფართო საზოგადოებას მიეცა საშუალება ეს იხილოს. თითქოს ეს მეორე წელია, კი არა, უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, იმდენად გაითავისა ყველა ოზურგეთელმა. მე მგონი სახალხო ზეიმსაც დაემსგავსა. უფრო ვრცელ სიუჟეტს პასკის ფესტივალთან დაკავშირებით ჩვენ სხვალედელ საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. კულტურის სამინისტრომ ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად კომპიუტერები და წიგნები გადასცა. მინისტრმა როროვამ საჩუქრები ბიბლიოთეკას პირადად მიუტანა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ეწვივნენ. 2 უწყების წარმომადგენელი ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ. კულტურის სამინისტრომ მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას სიურპრიზი გაუკეთა და საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა და წიგნები გადასცა. უახლოეს მომავალში კი მინისტრები ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ადგილობრივი ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით შენობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაჰპირდნენ. ჩვენ მცირეოდენი წვენით გავახარეთ ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ბიბლიოთეკას გადაეცა 3 კომპიუტერი და ჩვენი 14-მდე დასახელების ახალი გამოცემა. ისინი გახდებიან ჩვენი ყველა ახალი გამოცემის ადრესატები. ბიბლიოთეკა მიიღებს ყველა ახალ გამოსულ წიგნს, მაგრამ ეს არ არის მთავარი არის ის, რომ გადაწყდა ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურის და მთლიანად მისი ყველა ტექნიკური საშუალებების განახლება, იმიტომ რომ ეს შენობა ერთ-ერთი მთავარი შენობაა, რომელიც ქალაქს უნდა კონდეს, იმიტომ რომ ახალგაზრდა ვინც ადის ბიბლიოთეკაში, როგორც წესი არის კარგი მოქალაქე იმ ქალაქის და იმ ქვეყნის. არაჩვეულებრივი ტექნიკა გადმოგცეს საჩუქრად, ასევე საჩუქრად გადმოგექცა წიგნები, რომლებიც გამოდის კულტურის სამინისტროს ინიციატივით. და ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, როგორც დავკვირდნენ, წიგნების საჩუქრად გადმოცემა კიდევ გაგრძელდება, ასევე განსაკუთრებით საცხერულო არის ის ფაქტი, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. შენობას ესაჭიროება ნამდვილად რემონტი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის, ისე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერის. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ წარსულში ქართული ხალხური ცეკვის, აკადემიური ანსამბლის სოლისტისა და ცნობილი ქორეოგრაფის ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლავი გაიხსნა. საქართველოს რეგიონებში პირველი პრეცედენტი ვარსკვლავის გახსნისა გურიაში, ოზურგეთში მოხდა. ღამიერიდან წუწუნავა სახელობის დრამატული თეატრის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლავი იარსებებს.
ვარსკვლავის გახსნამდე სამხატვრო გალერეაში ცნობილი ქორეოგრაფისა და ხელოვანის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. ჯუმბერ დუნდუ არის მართლაც სასწაული ადამიანი, იმიტომ რომ ფანატიკურად უყვარს თავის საქმე, ქართული ცეკვა, ქართული ქორეოგრაფია და დიდი ღვაწლი მიუძღვის. აი მე იცი რატო ვაფასებ, რომ მან თბილისში არ დარჩა, წამოვიდა თავის საყვარელ მხარეში, გურიაში და გააგრძელა ის დიდი საქმე, რასაც სალუქვაძე, გიორგი სალუქვაძე აკეთებდა და გააკეთა რაღაც საოცრება, გააკეთა არაჩვეულებრივი ანსამბლი და თავი დაждო, აი მე ასე ვიტყოდი და თავი შეწირა აი ამ საქმეს და დღემდე და სიყვარულით ემსახურება ამ საქმეს. მოგვიანებით კი სახელმწიფო ანსამბლმა გურიამ სამხატვრო ხელმძღვანელს და მოწვეულ სტუმრებს კონცერტი გაუმართა. ვარსკვლავის გახსნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ ამ დიდი ბედნიერებისათვის, ამ დიდი საქმის გაკეთებისათვის. ეს დიდი საქმეა, იმიტომ რომ ჩემს შემდგომი მომავალი თაობაა თუ ვინც ყველა იშრომებს, იღვაწებს იმისათვის, რომ მისი ნაშრომი დაფასდება. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ოზურგეთლებო, ჩემო მინისტრებო და ჩემო ხალხო. მინდა მიულოცო დამსახურებულ ქორეოგრაფს, ქართული ცეკვის ერთ-ერთ ღვაწლმოსილ ადამიანს, თვითონ მაგარ მოცეკვავეს ძალიან საყვარელ თბილ ნამდვილ მოქალაქეს ბატონ ჯუმბერ დუნდუას მისი ვარსკვლავის გახსნა მის მშობლიურ ოზურგეთში, მის საყვარელ კუთხეში გურიაში, მისთვისაც აქ ვარ და მისი აღსასდელები, მისი მოწაფეების საათნახევრიანი კონცერტის მერე შემიძლია ვთქვა, ეს ანსამბლი, რომელიც ბატონმა ჯუმბერმა მოამზადა, არ დაუდებს არც ერთ სხვას ბადალს და ეს არის ნამდვილად დიდი ადამიანის დიდი დღე. მართლა მნიშვნელოვანი დღეა დღეს გურიისთვის. ჩვენ ჯუმბერის ვარსკვლავი გავხსენით, მე მიხარია რომ უამრავ მეგობრებთან ერთად მოვედი აქ და ვფიქრობ რომ პირველი ვარსკვლავი რომელიც გაიხსნა უნდა ყოფილიყო ჯუმბერის. ჯუმბერია კაცი რომელიც ყველა გურუს მაგრა უყვარს, რომელიც არის აი თბილი და სასიამოვნო ადამიანი, რომელიც უამრავ ადამიანს აზიარა ის ხელოვნები იმ ხელოვნებას რომელიც ჩვენს პატრონებს მნიშვნელოვანია. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ჯუმბერს, მიულოცო ყველა გურუს და ყველა ქართველს. თეატრის მონახულებისა და გუშინდელი კონცერტისგან მიღებული სიამოვნების შემდეგ მინისტრების გადაწყვეტილებით სულ მალე ოზურგეთის თეატრის სრული რეაბილიტაცია მოხდება. რამდენიმე დღიანი ინტერვალის შემდეგ დრამატული თეატრის წინ ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლავს სამი თეატრალის ვარსკვლავი შეემატება. რუბრიკის დაუსვი შეკითხვა ხელისუფლებას ფარგლებში რეპორტაჟს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვიდან გთავაზობთ. სილამაზითა და ტრადიციებით გამორჩეულ სოფელს ყურადღება დღესაც არ აკლია. აქ ინფრასტრუქტურა სხვა სოფლებთან შედარებით ყველაზე მეტადაა მოწესრიგებული. ამას ადგილობრივებიც ხედავენ. საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბახველები არ უჩივიან ყურადღებას. გზა გაგვიკეთდა ძალიან კარგი კეთილმოწყობილი. თუმცა სხვა სოფლების მსგავსად პრობლემები აქაც იდენტურია. ჩამონათვალში უმუშევრობა პირველ ადგილზე დგას და ამ საკითხზე ბახველები მტკივნეულად საუბრობენ. ყველაზე მთავარი და ძირითადი პრობლემა რა არის? უმუშევრობა, რომლის შანსი არანაირად არ გავგაჩნია შემოსიხარულო. მე ორი უმაღლესი მაქვს განათლებული და უმუშევარი ვარ 5 წელია. დასაქმების პრობლემა ნამდვილად ძალიან მტკივნეული პრობლემაა. ოჯახები იქმნება საჭიროა შემოსავალი და არ არის. ან პირიქით ვერ იქმნება იმის გამო რომ შემოსავალი არ აქვს ახალგაზრდებს და უჭირთ ამის გადაწყვეტა. პრობლემა ახალგაზრდები რომ ვერ მუშაობს და არ არიან დასაქმებული, ძირითადი პრობლემა სოფელში მაგია და მუშაობა ეს ყველგან არის ასე თუ ისე პრობლემა, მაგრამ ამის მოგვარება არც ისე ადვილია. სოციალური პრობლემები განსაკუთრებით მრავალბინიანი სახლის მაცხოვრებლებს უდგათ. სააგენტოს მისამართით ისინი პრეტენზიებს გამოთქვამენ და ამბობენ, რომ მინიჭებული ქულები რეალობას არ ასახავს. საერთოდ ელემენტარული რა ვიცი სკამი არ მაქვს და თვითონ იციან. შეგიძლიათ წამოხვიდეთ, გადაიღოთ ჩემი სახლიც, სათხილე დაინახეს და იმას ვთვლიან, რომ მე მაგით უნდა ვიცხოვრო და ისიც არის ეზოში რაც თხილია. შეგიძლიათ გადაიღოთ, არის 3-ზე გაყოფილი. მერტი საერთოდ ელემენტარულად არაფერი, საერთოდ ქმარი უმუშევარი მყავს. პირობითი აქვს.
მეც ბავშვი მყავს პატარა ვერ მუშაობ. არც მაქვს ბაღში ვერ წავიყვანე ბავშვი რომ თვეში 10 ლარია გადასახადი და ვერ ვიხდი. გამრიცხველიანება და გაზიფიცირება ბახველებს უახლოეს გადასაჭრელ ამოცანად ეხსახებათ. გამრიცხველიანება კარგი იქნება თუ იქნება. თუ მოწესრიგდება. გვიჭირს დავალიანების გადახდა. ხო, არ არის ჯერ დაწყებული, ახლა დაიწყება ამბობენ და ძალიან ის ვართ, რა ქვია. ბევრს ვიხდით ყველა თვეში ზედმეს. ყველაზე კარგი იქნებოდა რომ გაზი გქონოდა. ეს ყველაზე დიდი კომფორტია ყველა ადამიანისთვის. ნატურა ნამდვილად ეს არის. ყვირდებიან და ვნახოთ. ველოდებით გაზის გამოყვანას დაპირებებია და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და მოხარული ვართ და მსურველები რომ ეს განხორციელდეს. თანასოფლელების პრობლემებს ადგილობრივი ხელისუფლება ითავისებს და მის გადაჭრას ეტაპობრივად ცდილობს. წელს სოფლის განვითარების პროგრამიდან გამოყოფილი 65,000 ლარით ბახველები პრიორიტეტად მიჩნეული საკითხების გადაჭრას შეეცდებიან. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულებულია. ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს მოკლე მიმოხილვითა და დღის მთავარი გამოშვებით. კარგად ბრძანდებოდეთ.